ენერგეტიკული პროგნოზით შემოწმიფასო გაუმწერებო სტუმრებოც მოგესალმებით. ნახოთ რას გვიჩვენებს დღეს სამყარო. ყველასათვის ძალიან საინტერესო ადამიანი ბრძანდებით. ყველასათვის ამოდიხართ ნახეთ თქვენს ვეხერებზე თუ დაინახავთ რა თქმა უნდა ფრთებია ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ ძლიერი აქ ვიღაცა გებრძოდათ ყველგან ანგელოზები ამოვიდა ჭიქაში აქაც პატარა ხეროვიმი შეხედეთ ფრთებით თავი ყველაფერი ჩანს აბსოლუტურად ორი ხე ამოდის ძირითადად გოგუებს ველაპარაკებ პროგნოზებში თუ ვინმე მისმენს ნუ აქ გოგუებო მამაკაცებო სხვათა შორის ბიჭებოც აქ გექნებათ ორი ოჯახი ბევრს ან ოჯახი მერე ისე ოჯახი პატარა ხე არის მეორე ხე ანუ ერთი შექმნილი ოჯახი ძირითადი და შესაძლოა ეს არის უბრალოდ მეორე ქორწინება თუ გაინტერესებთ გექნებათ თუ არა გექნებათ მეორე ქორწინება უკვე იზრდება სადღაც ახლოს ფიქსირდება თქვენთან სხვათა შორის მამაკაცი რომელმაც მიგატოვოთ გოგუებო თუ ვინმე ასეთი არის არ ვიცი რამდენად ხედავთ მაგრამ მე ძალიან კარგად ხედავ რომ მას ეს კაცი ბედნიერი არ არის და ეს კაცი მოჯადოვებულია არ მიყვარს პროგნოზებში ონლაინ როცა ვაკეთებ საჯაროდ ამაზე საუბარი ბევრს ეს არ ესმის მაგრამ ნუ რისთვის საუბარი ნახეთ აქ ძალიან კარგად ჩანს არ ვიცი არ დავფარა ალბათ აი ამ ლოკაციას რომ დაინახოთ ეს კაცი მოჯადოვებულია ვინც მიგატოვა თუ მიგატოვოთ ვინმე ბავშვთან ერთად ეს კაცი ძალიან მოჯადოვებულია ბავშვი პატარა იყო მოჯადოებული ახლაც არ არის კარგად მაგრამ ნახეთ თქვენ გაქვთ პენტოგრამა აქ თქვენ გაქვთ დაცვა ძალიან ბევრ ამას გიკეთებდნენ ძალიან ცუდ რაღაცებს გიკეთებდნენ ვიზიც რეზონირდება მე არ ვამბობ რომ ყველაზე და ასე შემდეგ არა მაგრამ თქვენ იმდენად ფარველობა გაქვთ გოგუებო რომ აი არ ვიცი რა როგორ გადარჩით საერთოდ როგორ მიაღწიეთ ცხოვრებაში რაღაცას შესაძლოა არ იცოდით ანუ გაკეთება ეს არ ნიშნავს რომ ეს და ეს რაღაც საკეთებდნენ შესაძლოა უბრალოდ გიგზავნიდნენ ამ ნეგატივს მუდმივად ხვდებით მუდმივად ისეთი ხართ ადამიანი ყოველთვის მზად ხართ ბრძოლისთვის ახალ წიბრძვით თქვენი წარმატებისთვის თქვენი მომავლისთვის არჩევანზე ხართ თითქოს რაღაცა შეცდომა დაუშვია ამბობთ მაგრამ არა ეს არ იყო შეცდომა ეს იყო ახალი გზა მეგობრებო ბევრს ნერვიულობთ მაგრამ უახლოეს მომავალში აქ გასახებია და ძალიან მშვიდი ცხოვრება გელით მინდა ვთქვა და კიდევ მინდა მოგახსენოთ რომ ხო ხედავთ აი ამ მანქანას ან ყიდულობთ ან მართვის მოწმობა ან რაღაც მანქანასთან დაკავშირებული იყო ორი პრობლემა ძვირფასებო ვიღაცის მანქანასთან შესაძლოა ნუ ვიზეც რეზონირდება ის მიხვდება ერთი სიტყვით აქ რაღაცა მოგვარდება ფეხსაცმელია ესე იგი თქვენ დაიწყებთ მოძრაობას მანქანით ან აიღებთ მართვის მოწმობას ან ვისაც გქონდა პრობლემა მანქანასთან დაკავშირებით შეიძლება ყიდულობს ადამიანი ეხლა ეს საჯარო პროგნოზია შესაძლოა უბრალოდ ვიღაცა იყიდოს ახალი ერთი სიტყვით რა პრობლემაც იყო მანქანასთან მოძრაობასთან გზა ხსნილია მიჩვენებს გზა ადამიანისთვის გაიხსნება თქვენ საქმეებში ვიღაცა ცხვირს ყოფდა სულ მუდმივად და ახაც ასეა ბევრი ყური აქვს თქვენს კედლებს იცით კედლებიდან გისმენს ხალხი თითქოს აი აბა რას ამბობს აბა რას ამბობს ყური მივადურას ამბობს აი თითქოს ვიღაცა გისმენს ამ კედლიდან ლასო ამოდის ბევრთან მტერი ლასო მტერი ძალიან ბევრთან იქნება ფრთხილად იყავით ეს ხალხი გაკვირდებათ ფარველები გყავთ ბევრი
მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში. ცოცხლები არ არიან, ფარველი უამრავია, თქვენ მათ გრძნობთ ელაპარაკებით. საერთოდ ყოველთვის ძალიან ძლიერი ხალხი მისმენს, ყოველთვის. ყველა ყავს თავისი აუდიტორია, მე ძალიან ძლიერი ხალხი მისმენს ენერგეტიკულად ძლიერი. ზუსტად ასეთები ხართ, ძვირფასებო, ძალიან ძლიერები ენერგეტიკულად და მებრძოლე პიროვნებები, მებრძოლეები. ბოლო პერიოდში სადღაც რამოდენიმე თვეა ალბათ უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, როცა მარტო ხართ. იცით რატომ? მე ღაგბებს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თქვენს ენერგიას გართმევდნენ ამ ენერგეტიკას. ხარჯავდით, აი თქვენ მაღაზიაშიც რომ შედიხართ, გამოდიხართ, უკვე დაღლილი ხართ, ხვდებით? გართმევდნენ ამ ენერგიებს და ამ ეტაპზე ამ ენერგიებს არავის აღარ აწვდით, აღარ აძლევთ, აღარ გაქვთ ენერგოგაცვლითი პროგრამა ამ ხალხთან და ხართ დაცულად, ანუ თქვენთვის რაღაცნაირად ჩაკეტილი. თითქოს განდეგილში არავისი ნახვა აღარ გინდათ, ხვდებით? იმიტომ არა რომ არ გინდათ, იმიტომ რომ გრძნობდით იმ პერიოდებს, სადაც გართმევდნენ ენერგიას და ახლა ამ ენერგიის წართმევის პრინციპები, ანუ თქვენთვის გასაგებია, ხვდებით და ამ ენერგიას აღარ გასცემთ, იღლებით ხალხში. მიუხედავად, ანუ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის წანდებით, იღლებით გხლის გართმევენ ენერგიას. ამიტომ აღარ კონტაქტობთ ბევრთან. ვიზეც ფიქრობთ ან ენერგიას მართვას, ზუსტად ეს ადამიანი გართმევს ენერგიას. შორიდან ქალი გაკვირდება. ქალი ერთი სიტყვა, მაგრამ გაკვირდება ეს ქალი ნეგატივზე ნეგატივია მის გულში. ბევრთან იქნება არაერთი, 3 მინიმუმ გაკვირდება სხვადასხვა სახლიდან გაკვირდებიან, სხვადასხვა სახლიდან. სიყვარულს არ ელოდებით, გული გადაგდებული გაქვთ, ბევრი მეგობრებო, ანუ ეს ხო საჯარო პროგნოზია, ინფორმაცია მოდის სადღაც ყველასთვის, სადღაც არა, ხო? გული გადაგდებული გაქვთ, მაგრამ ვერ წარმოგიდგენიან, რამხელა სიყვარული გელოდებათ მომავალში. ზუსტად თქვენნაირი ადამიანი მოდის, ცოტა ხანიც დაიცადეთ. ნუ ჩაიკეტებით, პირადს ნუ ჩაკეტავთ, არავინ არ მჭირდება და ასე შემდეგ, მარტო უფრო კარგად ხარ. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მომავალში მაინც სამყარო შენთან უშვებს პიროვნებას. მარტო ყოფნა, რა თქმა უნდა, კარგია ვიღაცისთვის არა, მაგრამ საერთოდ აქ წყვილი გეყოლებათ აუცილებლად. წარმატებები მეგობრებო.